ყველა ჯერზე, როდესაც ჩვენ გვაქვს კონკურსები, მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არასრულ ერთ წელიწადში მათ 60-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. დაკავშირებით ამ თქვენი საქმიანობასთან მიმართებაში ძალიან კარგი იქნება სექსუალური თქვენი დამსახურებაა, ძალიან კარგი კადრია და მადლობა ესეთის პრაქტიკულად ჩემ თვალწინ გაზრდილი არის და ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს სახალხო დამცველის მე-10 წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა ამბროლაურის რაიონში. და მიხარია რომ ადამიანის უფლებებზე მუშაობა უკვე რაჭის მასშტაბითაც იქნება შესაძლებელი, ადამიანებს ექნებათ საშუალება რომ უკვე მოვიდნენ ამბროლაურში და პირადად მოიტანონ თავიანთი განცხადებები, მიიღონ კონსულტაცია და ასევე მინდა ვთქვა რომ ოფისების გახსნას გავაგრძელებთ დანარჩენ საქართველოში. ჩემი ამოცანა არის რომ მთლიანად საქართველო იქნას დაფარული სახალხო დამცველის წარმომადგენლობით იმისთვის რომ ყველა ადამიანის უფლება დროულად და სათანადოდ იქნას დაცული და აღდგენილი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის ოფისის გახსნას დავესწარით. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ჩვენს რეგიონში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა მათ გადასცა გარკვეული ფართი, რისი რეაბილიტაცია და რემონტიც მოხდა მათ მიერ. აპარატის ჩართულობა და პრობლემების იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივა ერთად, რომელიც ხალხისთვის იქნება ძალიან ნაყოფიერი.